შენ, რადგან ეს შენი ახალი შანსია. დროა გაგაცნოთ ჩვენი ჟიური. ახალი შანსი. ჟიურის წევრები გავიცანით, ახლა კი დრო მოვიდა, გავიცნოთ ის ფინალისტები, რომლებიც ახალი შანსის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, თუმცა სანამ პროექტის მონაწილეებს გაგაცნობდეთ, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აძვის სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ბიძინაშვილს და მონაწილე მოსწავლეების პედაგოგს, ქალბატონ იზოლდა კორინთელს, რადგანაც მჯერა, რომ სწორედ მათი ძალისხმევით იზრდებიან აი ესეთი შემოქმედებითად განვითარებული, მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ პროექტმა ახალმა შანსმა გაგვაცნო. მე უდიდესი სიყვარულით მოგესალმებით თქვენ აძვის წარმომადგენლებო და მოდით ახლა გავიცნოთ მონაწილეები. მე ვარ ნინი ელიაუ. ცხოვრობ სოფელ ახალუბანში და ვსწავლობ აძვის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. აძვი და ახალუბანი მეზობელი სოფლები არის. ეს სოფლები საზღვრისპირას მდებარეობს. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სოფელში ცხოვრება გრძელდება. ხალხი არ ტოვებს საკუთარ სახლებს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, რომელიც მდებარეობს მთის ძირას. მიყვარს ფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად გართობა. დავდივარ ხატვაზე. ჩემი ჰობი არის ხატვა. ჩემი ნახატი შემოდგომა მთაში ასახავს ჩვენს ცხოვრებას. მე ვარ ლუკა ბაინდურაშვილი, ვცხოვრობ გორის რაიონში, სოფელ ახალუბანში. ვსწავლობ აძვის საჯარო სკოლის მე-10 კლასში. ძალიან მიყვარს თევზაობა. ვთევზავებ მდინარე მეჯუდაში. აძვი და ახალუბანი მთის ზონას მიეკუთვნება. ეს სოფლები კავკასიონის მთის ძირში მდებარეობს. სოფელს ესაზღვრება ხმალაძეთა ტყე. ძალიან ხშირად დავდივარ ტყეში და ვაკვირდები ბუნებას. დიდი სიხარულით ველოდები გაზაფხული და შემოდგომის მოსვლას, რათა მოვკითხო სოკოები. სოკოებზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მოძიებული და კიდევ ვსწავლობ. ტყეში სეირნობისას ვიღებ ფოტოებს და ვინახავ. მე და ჩემი მეგობრები ყოველდღე ვარჯიშობთ. მიზიდავს სპორტის სახეობა კრივი. მომავალში მსურს ჩავაბარო უცხო ენებზე და მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო. მე გახლავართ დემეტრე ელიაური, აძვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ჩემი საყვარელი საგანია ქართული, ცხოვრობ სპორტული ცხოვრებით, ძალიან მიყვარს ცხოველები და მათი მოვლა. მომავალში ვფიქრობ, რომ გამოვიდე ვეტერინარი და ჩემი მომავალი წარმატებული გავხადო. ძალიან მომაყობს ჩემი სახელი და გვარით, რადგან ჩემ ელიაურები მთიდან მოვდივართ. ჩემი წინაპრები მთიდან იყვნენ. ძალიან მიყვარს ბუნება, ტყეში ხეტიალი და ფოტოების გადაღება. ახალი შანსი. გამარჯობათ, მე ვარ სოფი ვარდანაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს კითხვა და წიგნების შეგროვება და წერა. წერა ყოველთვის კარგად არ გავამდის, მაგრამ ვცდილობ და ვასწორებ კიდევაც. კივილი 2 წლის წინ დავწერე და ისიც ბევრჯერ მაქვს გადასწორებული. მაგრამ საბოლოო ჯამში ვაყოფილი ვარ. კივილი არის გადმოცემული შავ, ლურჯ და წითელ ფერებში. იგი გამოხატავს სასოწარკვეთილებას ადამიანისა, რომელიც ვეღარაფერს ვეღარ ითმენს და ჩემი ნაწარმოები იმით ვთავრდება, რომ იგი საბოლოოდ თავს იკლავს. ეს თავდება ცივი დანით და მე მას არ ვტოვებ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე აკაი გუზიდაშვილი. ჩემთვის ეს სათეოროდ მოხალისე დავარქი. ესეში ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რომლებმაც ამ ბოლო დროს იჩინა თავის სოფელში. უკვე აშკარად შეიმჩნევა კლიმატის ცვლილება. გაზაფხულით ყინვა ანადგურებს აყვავებულ ხილის ბაღებს, ხოლო ზაფხულში სიცხეს სწვავს ბოსტნეულს. ადამიანები მოსავლის გარეშე რჩებიან. 15-20 წლის შემდეგ ვფიქრობ, ყველაფერი შეიცვლება. ვიცი, რომ არსებობს სპეციალური მანქანები, რომლებიც სითბურს აფქვევენ და ყინვას ებრძვის. გამოიგონებენ ალბათ ისეთ მანქანებს, რომლებიც მაღლიდან მორწყავს ხილის ბაღებს. ნაყოფი, როგორც ვებია ჩემი ამბობს, ხუნთში ჩაიყენებს წყალს და გადარჩება. ოცნებ ასეთი მანქანები შევიძინო და უსასრულოდ დავეხმარო ადამიანებს. თუ გავიხსენეთ თბილისში მომხდარ წყალდიდობას, შოვის ტრაგედიას, ხარაგაულის რაიონში მიმდებარე პროცესზე, მართლაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მინდა მყავდეს რაინდების ჯგუფი და მიწისძვრის წყალდიდობის ხანძრის მეწყერის დროს დავეხმარო ადამიანებს. ერთმანეთს ტელეფონის ან სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდებით. ოცნებ მაქვს შევიძინო ყველგან მავალი მანქანა და ყველას დავეხმარო. მინდა იცოდეს, რომ მიყვარს ცხოველებისა და ფრინველების მოვლა. სახლში მყავს ძაღლები და კურდღლები. ვიცი ბოსტნეულის ხილის მოყვანა და მოვლა. არ სამართლიანი და ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ნახატი, ბებერი მუხები. ეს ნახატი გოდერძი ჩოხელის ლექსს მაგონებს.
მოათხოვილი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარს და მიწის საფიქრას რისთვის მოვედი კერას გაიგებ მოათხოვილი და სხვაგან წაგიყვანს მოათხოვილი და თურთული ცინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სონა მოყონურაფერი ნუ გეწყინება ახალი შანსი